ნიშნულობა არ აქვს, რამდენჯერ დაეცემი, შენ რომ დგები, უკვე გამარჯვებული ხარ და როცა ღმერთთან ურთიერთობ, შენ გარანტირებულად გამარჯვებული ხარ. რატომ? იმიტომ რომ სატანისგან და ბნელისგან განსხვავებით, უფალს წდომა აქვს დროის სამ მონაკვეთზე: წარსული, აწმყო და მომავალი. უფალი მომავლის ყველა ვარიაციებს ხედავს და საუკეთესოს გთავაზობს. ამიტომ იმარჯვებს ყოველთვის სიკეთე. უფალი არის სუპერპოზიციაში, მომავალში, აწმყოში და წარსულში. ამიტომ უფალი შენ გაძლევს გარანტირებულ დაცვას, თუ შენ მასთან ხარ. ეხლა ბოლო ჟამის პერიოდია, მხოლოდ ერთი შანსი დაგრჩა. ის კი არა რომ წრეზე წახვალ რეინკარნაციაზე დაბრუნდები ისევ მეორე შანსი გაქვს, მესამე შანსი გაქვს, მეოთხე შანსი გაქვს. არა, ერთი შანსი დაგრჩა, ერთი. გააცნობიერე რას გეუბნები. ამიტომ შენ უკან დახევის საშუალება, დრო, ფუფუნება არ გაქვს. ამიტომ შენ უფალს ისე უნდა ჩაეჭიდო, როგორც არწივი ეჭიდება კალანჭებით კლდეს, რომ არ გადავარდეს. გააცნობიერე რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ რა პროფესიის ხარ, რა ფული გაქვს, არ გაქვს ფული, ნაგავში იქექები, არ იქექები, არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს ვინა ხარ ჭეშმარიტად სულით შიგნით და რა მისიით ხარ მოსული ბოლო შანსის დროს. ბოლო ჟამის დროს კი არა, ბოლო შანსის დროს. შენ თუ გავიწყდება შენი ჭეშმარიტი არსი, შენი ჭეშმარიტი ღვთიური მისია, ამ შემთხვევაში შენ გელოდება არსებობა ისეთ სამყაროში სატანასთან ბოლო ჟამის შემდეგ, სადაც ყველას ოცნება არის ნეტავ გავქრე, ნეტავ არ ვარსებობდე. ქვემოთ ნეტავ განძი მქონდეს, ნეტავ ის მქონდეს, ნეტავ ეს მქონდეს კი არ არის მთავარი ოცნება, ვიმეორებ. მთავარი ოცნება არის ნეტავ არ ვარსებობდე, რომ არ განვიცდიდე ყველა ამ ტკივილს. მაგრამ ბოლო ჟამამდე ერთი რაღაც იცოდეთ, ნებისმიერ სულს შეუძლია ამოვიდეს ჯოჯოხეთიდან, ნებისმიერ ამაღლებულ სულს შეუძლია დაეცეს ჯოჯოხეთამდე და ჯოჯოხეთში მყოფს შეუძლია ამოვიდეს ზეცამდე. მაგრამ ეს იმდენად რთულია, რომ ვერ აკეთებს ამას ყველა სული. ძალიან რთულია. აი ეხლა ვიღაცამ რომ გითხრათ, თითებით ადი კიბეზეო, თან თავდაყირა იდექიო. შენ ამას შეძლებ, რომ ივარჯიშო 20 წელი აპრაქტიკო. მაგრამ ამისთვის გეყოფა ნევრები, მოთმენა, შრომა, არა ხო? 10 ჯერ და 100 ჯერ მეტი ხდება ქვემოთ. იმდენად რთულია იქედან ამოსვლა, რომ ფაქტობრივად თითოეულას გამოსდის ეს. მაგრამ ბოლო ჟამის შემდეგ ყველანაირი კარებები იკეტება და ვერავინ ვეღარ ადგება. ვერც ჯოჯოხეთიდან ვერ ამოვა, ვერც 64-დან ვერ ჩავა ქვემოთ. სამუდამოდ ხდება იზოლირება ბნელისა და შუქის. უნდა გახსოვდეთ, ვინ ხართ და რა მისია გაქვთ და რა უნდა ქნათ. და ყოველთვის უნდა გახსოვდეს და თავში ყოველთვის უნდა იმეორებდე, რომ ეხლა ბოლო ჟამის პერიოდი კი არ არის, ბოლო შანსის პერიოდია. ადამიანს როცა იკითხები, რაზე ოცნებობ, ყველაზე მეტად რას ისურვებდი და სად მიდის პირველი ადამიანის ფიქრი, პროგრამა რა ჩაუდეს ადამიანს. აუ, დიდი ქონება, ავტომობილი, ვილა სადღაც, ჯანმრთელობა, უკვდავება, რა ოხრობად გინდა. ფიზიკური უკვდავება არის ოხრობა, პირდაპირ. შენი სულის გაჭედვა დედამიწაზე. რადგან ეს არ არის შენი ჭეშმარიტი სახლი და ნახე, შენი პირველ წყაროს სურვილი იცი რა უნდა იყოს? უფალთან სახლში დაბრუნება, ჭეშმარიტად. რატომ იცით? ყველა თქვენგანს ეს უნდა. როცა თქვენ გეუბნებათ ხუმრობით მეგობარი, რას ისურვებდი და შენ ავტომობილს ამბობ, ან ვილას ამბობ, ან რაღაცეებს ამბობ, შენი სული ტირის პირდაპირ მნიშვნელობით ცრემლებად იღვრება, რომ ვერ გაგაგებინა, რისთვის მოხვედით აქ. ყველა თქვენგანის განურჩევლად, თითეული თქვენგანის ჭეშმარიტი სურვილი არის უფლის სახლში დაბრუნება, რადგან ამისთვის მოხვედით აქ. უბრალოდ დაგავიწყდათ ეს. ამიტომ, როცა ვინმე კითხავს, რა არის შენი ჭეშმარიტი სურვილი, უფლის სახლში გადასვლა, ღვთიურობა, რადგან ეს არის შენი ჭეშმარიტი სურვილი, უბრალოდ არ გახსოვს. შენ არ ფიქრობ დროზე, რომელიც დედამიწაზე მოცემული გაქვს და რომელი დროც გამთქნარებას ავითარი. და ამას გავიწყებს ბნელი კომფორტში გსვამს, რაღაც ილუზიებში გსვამს, რომ არ იფიქროს შენი სულის გზაზე, რაც გაქვს გასაკეთებელი, გასავლელი და ასე შემდეგ. და ნახეთ, არ გაწუხებს მაგამდე ბნელი. არც სიზმრებში, არც ისე, არც ასე. მაგალითად, გაუღვიძებელი ადამიანი თუ არის, არ აწუხებს საერთოდ მას. სტრესებში ყავს, დისკომფორტში ყავს, მაგრამ სიზმრებში და ეს რაღაცეებში არ აწუხებს. მაგრამ როგორც კი შენ გაღვიძებას იწყებ, მეზობელი მოახელს გიშლის, რაღაცა უცნაური ხომ არ ხარ შენ, რაღაც ღმერთი გავიგე, მაგრამ ნათესავი გეუბნება, ფანატიკოსი ხომ არ ხდები შენ, რაღაცა რელიგიურად იწყებ ლაპარაკს. ბნელი სიზმარხილოებიდან თავდასხმებს იწყებს, როცა ლოცვებს იწყებ. ყველაფერი ცდილობს გაგაჩეროს. როგორც კი შენ იღვიძებ და შენ კი არ უნდა გაჩერდე, უფრო მეტად უნდა აუსწრაფო გზას. ბნელი დაგესხა თავს სიზმარხილოში 10 ჯერ მეტად ილოც. მეზობელი მოვიდა და გითხრა, რომ რაღაცა შენ სულიერებაში მე მგონი რაღაცა ფანატიზმში გადადიხარ. 10 ჯერ მეტად ჩაუღრმავდი სულიერებას. მიხვდით? ყველა
ყველაფერი ცდილობს გაგაჩეროს. ამიტომ შენ არ უნდა გაჩერდე და ის დრო, რაც მოცემული გაქვს, გამთქნარება დრო. დედამიწაზე უნდა გამოიყენო ფუნდამენტურად თითეული წამი, იმისთვის რომ ღმერთს დაუახლოვდე, იმისთვის რომ გადახვიდე უფლისახლში. ბოროტება გავიწყებს ყველაფერი იმას, რაც მთავარ მიზანს დაგავიწყებს. და გაიხსენე რა არის შენი მთავარი მიზანი, გაიხსენე რა არის შენი მთავარი ოცნება, უფლისახლში გადასვლა და გახდე ღვთიური. ამით. და იმისთვის რომ მიაღწიო შენს დიდებულ მიზანს, ამისთვის გიწევს დათმო გარკვეული შენი ნაწილები, რომელიც რეალურად შენი არ არის. დათმო ბრაზი, დათმო ფულის მოყვარეობა, კუჭის მოყვარეობა, ის ყველაფერი დათმო, რაც აქ ღუზებად კიდებს და დედამიწაზე გაწეპებს და გამაგრებს და არ გიშვებს სულის ნაწილში. რასაც დაიტევ ყველაფერი დათმე, რომ გახდე ახალი. ის უნდა დათმო, რაზეც ფიქრობ, რომ გიყვარს. მაგალითად, ზოგიერთს გონია, რომ რაღაც უყვარს და ფიქრობს, რომ ეს მისთვის არ არის ცუდი. ქონია სიტუაცია, ადამიანი მოსულა და იცი რომ ვიგინები ენერგიას გრძნობ, უთქვამთ მხიარულებით. და იმაზე კი არ ფიქრობს, რომ იმ მომენტში რომ იგინება ენერგიას გრძნობს, ბნელი ატყუებს, მაგრამ 2 საათის შემდეგ ნაგვად გრძნობს თავს. ან მუცელი ტკივა და ფიქრობს, რომ რაღაც ცუდი საკვები შეჭამა. ცუდი საკვები კი არ შეჭამე და ნაგვად იმიტომ კი არ გრძნობ, რომ რაღაც. იმიტომ რომ 2 საათის წინ ვიღაცას აგინე და თანხვედრას ვერ გრძნობ. ბნელი მერე გიდებს შედეგს, რომ ისევ იგინო და იგინო. შენ რაზეც ფიქრობ, რომ მოგწონს, ქსიამონებს და გაბედნიერებს, ეს არის ცრუ, ამის თქმა მსურს. ნებისმიერი ბოროტება გავიწყებს ჭეშმარიტს, შენს ჭეშმარიტ არს და ღმერთს. ნუ უყურებ, რა მსიმაღლე ხარ, რა გაცვია, ფული გაქვს, არ გაქვს ფული, ლამაზი ხარ, უშნო ხარ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. შიგნით რა ხარ, ამას აქვს მნიშვნელობა. და უფალმა ეს გვაჩვენა ძალიან ბევრი წახნაგით. დავითი და გოლიათი ავიღოთ, რომელმაც დაამარცხა გოლიათი. ღმერთმა დიდებული გეგმისთვის აირჩია მეცხვარე, რომელიც იყო ტანსუსტი. რომელმაც დაამარცხა გოლიათი. რატომ? იმიტომ რომ უფალი არ ირჩევს ეტიკეტურად, გარეგნულად, შიგნით ვინ ხარ. იესო ქრისტე, დურგალი, ტილოს ტანსაცმელი გადაცმული ტანზე და ღმერთი. უფალს ამით რისი თქმა უნდა, თქვენი აზრით, რომ შენი ჭეშმარიტი ძალა არის შენ შიგნით, რომელიც არის შუქი. უფლის შვილი ხარ და უფლის ჭეშმარიტი შუქი ხარ ამ სამყაროში, რომელსაც ვერაფერი ვერ ერევა. თუ ეს იცი შენ, ვინ ხარ? შენ ხარ უფლის შუქი. რომ გეშინია სიზმარხილვაში დემონი დამესხა თავს, მეშინია, იქ რაღაც ჩამომაგმა რაღაც ჯადუ არ გამიკეთოს, იქ დემონი მეშინია. შენი ეშინია ყველას. შენ ხარ შუქი, რომელსაც ვერაფერი ვერ ერევა. შენ თუ გაანათებ, შენი ეშინია ყველას. ამ საიდუმლოს გიმალავს ყველა. როცა ღმერთთან ხარ და შუქში ხარ, შენ იწყებ ისეთ ნათებას, რომელი ნათებისაც ყველას ეშინია ვერ გეკარებიან. უბრალოდ შორიდან აზრი თუ გესროლა და მოგატყუა და მერე სტრესში ჩაგაგდო, ხო, მოგერია. სხვანაირად ვერ გერევა, ვერ გეკარება. ან თუნდაც სიზმარხილვაში ავიღოთ, რომ მე თუ ძლიერი ვარ, რატომ ეშინია მისი და რატომ არის ესეთი დიდი, რატო ჩანს ჩემზე და გაატყუებს სხვა რაქნას და შენც გოიმდები. მოდი ჟარგონის ენაზე ვიტყვი. გოიმდები, ამას დაგოიმება ქვია. ამას არ ქვია კულტურული სიტყვა რომ გითხრათ, დაგოიმება ქვია. მაგრამ როგორც კი შენ ხელის გაღებას იწყებ, ამასაც ჟარგონის ენაზე ვიტყვი, მაშინვე ქრება, მაშინვე პატარავდება გარბის. შენ ხარ ცეცხლოვანი დევი, რომელსაც ცდილობს შეეჭიდოს ჭიანჭველის ნახევრის ნახევარი ზომის უენერგიო არსი. ჰაერში დაფერფლავ, მაგრამ გაატყუებს. ნაცარქექიასავით, როგორც ნაცარქექია მოატყუა დევი. ეხლა საიდან ვიცი ეს? არ არსებობს ერთი მაგალითი არ ყოფილა. დავიწყოთ აქედან. როცა ადამიანმა ხელი გაიღო, რომ დემონი შეწინააღმდეგებოდა, ის გარბის მაშინვე. სადღაც 700-მდე მინიმუმ, მაქსიმუმ 1000-მდე სიზმარხილვა მაქვს მონასმენი. არ ყოფილა ერთი შემთხვევა, რომ იესო ქრისტე ეხსენებია ვინმეს და ის დემონი ან ბნელი დარჩენილი იყო და იცი რა, რამდენიც გინდა იმეორე ეს ჩემზე არ მოქმედებს. ეს მხოლოდ ფილმებშია, რომ ჯორის გადაწერა არ მოქმედებს, ის არ ეს მხოლოდ ფილმებშია. რეალობაში ქრისტეს ხსენება და მათი გაქრობა ერთია. ლოცვა და მათი გაქრობა ერთია. შენი ხელის გაქნება და მათი გაქრობა ერთია. არც ერთი შემთხვევა არ მქონია პრაქტიკაში და ჩემი პირადი გამოცდილებები ხო ვიცი, ეხლა ყოველ საღამოს დემონებს ვებძვი სიზმარხილებში, ხან დამჭრიან, ხან რას ფიზამე, არ მაღელვებს. ბუნებრივია ეს ყველაფერი. ეს გზა ყველამ უნდა გავიაროთ. ეს თქვენთვის არის დედამიწაზე საშიში და ფიქრობთ რომ მეშინია. სული სამყაროში ყველას აქვს ეს გამოცდილება, რომ დემონებთან, დაბალარსებთან ბრძოლა ბუნებრივია. შენ რომ ლოცვას იწყებ
დაიწყებ და ღმერთს უახლოვდები და სიზმრები გიძლიერდება, ბრძოლები და ეს რაღაცები სიზმარში, ეს არის კარგის ნიშანი. შენ გადიხარ ცოდნებს და გისქელდება კანი. ეს გზა მაინც უნდა გაიარო. ამ გზას ვერ აარიდებ თავს. ეს შენი არსის ნაწილია, სული სამყაროს ნაწილია, შუქისა და ბნელის ბრძოლა. ამის მიმართ უნდა გქონდეს გამუშავებული ძალა. შენ რომ უფლის შვილი ხარ, შენ უკვე გარანტირებულად დაცული ხარ. შენი პრობლემა ის არის, რომ ეს არიცი და ვერ მიდიხარ უფალთან, ისე როგორც საჭიროა და დაცვა ამიტომ არ გაქვს. მაგრამ აპრიორში, საწყისში შენ უკვე დაცული ხარ გარანტირებულად. როგორ უნდა იარო უფალთან ერთად დედამიწაზე და როგორ უნდა გაიმარჯვო და გადახვიდე უფლის სახლში. შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც უკუნეთი ოკეანის ცენტრშია, სადაც არანაირი შუქი არ არის და შორს ჩანს შუქურა. ეს შუქურა არის ღმერთი. როგორც კი უფალთან ხარ, შუქურა ინთება და მიდიხარ ნაპირისკენ, ღმერთისკენ. გარანტირებულად გადარჩები. უკან დასახევი გზა არ გაქვს. რომ გაჩერდე ჩაიძირები. უფალთან ლოცულობ, უფალთან ხარ, შუქურა გამუდმებით ანთია შენი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. გააჩერე ლოცვა, გაჩერდი ღვთიურობაში, წრეზე დადიხარ ამ ოკეანეში და დროს კარგავ და ნაპირს ვერ უახლოვდები. მხოლოდ წინ უნდა იარო ღმერთისკენ, რადგან უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ან წრეზე ივლი უკუნეთ ოკეანეში, ან ღმერთისკენ შუქურის მხარეს, ნაპირზე. და როცა იცი რომ ღმერთის შუქურის ანთება შენს ლოცვასა და უფალთან კავშირზე არის დამოკიდებული და როცა იცი შენ რომ რაღაც გადაგარჩენს. ყველაზე ერთ-ერთი მძიმე ცოდვაა ეს, როცა იცი რაღაც გადაგარჩენს და არაკეთებ. როცა იცი რომ უნდა ილოცო და გადარჩები. როცა იცი რომ რაღაც უნდა ამოიღო შენი თავიდან და გადარჩები. როცა იცი რა გადაგარჩენს და არაკეთებ ამას, ეს არის ერთ-ერთი მძიმე ცოდვა. ამიტომ გახსოვდეს შენი ჭეშმარიტი ოცნება, უფლის სახლში გადასვლა. გაიხსენე, შენი ყველაზე დიდი ცრუ, რაც დაგაჯერეს, არის ის, რომ მეორე, მესამე და 1000 შანსი გაქვს და ფიქრობ, რომ ბევრი შანსი გაქვს. არა, ბოლო შანსი გაქვს, ერთი შანსი გაქვს. ესეც გახსოვდეს. შენ მაინც იმედი გაქვს, რომ უფალი გადაგარჩენს, რადგან უფალი მოსიყვარული არის და შენზე ზრუნავს და ეს ყველაფერი და ხო, მასია. მაგრამ ბოლო შანსი რას ნიშნავს, იცი? ბოლო ჟამი რას ნიშნავს, იცი? მერე უკვე აღარანაირი საშუალებები არ არის, რომ გადაგარჩინონ. ეხლა გაქვს შანსი, რომ გადარჩეთ. ამიტომ ნუ გაქვს უფლის იმედი, რომ ბოლო ჟამის მერე გავა მაგალითად 100 მილიონი წელი და ჩამოვა სამი მდუმარების განზომილებაში, სადაც უნდა გადაიკეტოს ბნელი. მოგიყვებით რა არის სამი მდუმარების განზომილება და ამოგიყვანს. არა, ეხლა გაქვს შანსი და ყველაფერი მოგცა ამისთვის უფალმა. ჩემი ცოდნები გამოგიგზავნა, მეზობელმა გირჩია კეთილშობილურად მოიქეცი, ოჯახის წევრმა გითხრა სიყვარულით იყავი მეტად. ყველამ გითხრა ღმერთის ენით რა უნდა ქნა? ბიბლიით გარანტირებულად ყველაფერი გითხრა. ოღონდ შენამდე არ მოიტანეს გარანტირებული ეს ჭეშმარიტი ნათქვამი. გაგებით არ მოიტანეს. რა არის სამი მდუმარების განზომილება? სამი მდუმარების განზომილება იგივეა როგორც სამუდამო. სამუდამო, სამი მდუმარება. ბოლო ჟამის შემდეგ ყველა სული გადაიკეტება სამ მდუმარებაში, საიდანაც არანაირი კავშირი და ცდომა არ იქნება. გავა 100 მილიარდი საუკუნე, მაგრამ არც იქეთ იქნება კავშირი, არც აქეთ. იზოლაციაში ხდება. სამი მდუმარება, სამუდამო არის ისეთი განზომილება, საიდანაც ხმა, ინფორმაცია, შუქი არასოდეს არ გამოდის გარეთ და გარედან არ შედის შიგნით. ეს არის აბსოლუტურად ჩაკეტილი სისტემა, რომლიდანაც ვერაფერი ვერ გამოდის და ვერაფერი ვერ შედის. არც ინფორმაცია, არც რადიო ტალღები, არაფერი. სამი მდუმარების განზომილება შიგნით არის უსასრულო. რას ნიშნავს უსასრულო? უკიდეგანო სასრული. სასრული, რომელსაც არ აქვს სასრული, დაუსრულებელი. ესე იგი, უკიდეგანო მდუმარების განზომილება უსასრულო. შენ ალბათ გაიფიქრე, ვაიმე ეს რა არის, რა მძიმეა, რატოა ესე? სამყაროში არსებობს უკიდეგანოდ მოვლენა, რომელიც უკან არ ბრუნდება. მაგალითად არის სასჯელები, თუ დააშავებს სული სამყაროში. არსი, რომ სამუდამოდ ხდება მისი დასჯა. ანუ საბოლოოდ იშორებს შუქი ამ ჭუჭყს უსასრულოდ. ამიტომ უსასრულოს და სამუდამოს და ამ ყველაფერს ნუ ეთამაშებით და ნუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი თამაშია და როგორც დედამიწაზე გაქვს შანსი მოგეცემა და აპელაციას გააკეთებ, თუ ციხეში დაგიჭერენ და მოსამართლესთან ან ვიღაცას მოისყიდი. ეს დედამიწაზე ხდება. იქ ეს არ ხდება. იქ არის დანაშაული, რომელსაც სამუდამო გადასახადი აქვს. იმიტომ რომ იმ დანაშაულის ჩადენისას ისე ბინძურდება სული, რომ უკვე აღარ ხდება მისი უკან ტრანსფორმირება, აზრი აღარ აქვს. ამიტომ არის რაღაცები, რაც არ უნდა გააკეთო. როგორც დედამიწაზე, ისე სულის სამყაროში. სულის სამყაროში არის უკიდეგანო სასჯელი, დაუსრულებელი სამუდამოდ გაცილება შუქისგან. დედამიწაზე არის ელექტროსკამი. მაგრამ ელექტროსკამი ჯობია ტრილიონჯერ მეტად სულის სამყაროში უკიდეგანო სასჯელს. ამიტომ აღვივე შენში ღმერთი, განაგდე შენ
შენგან სკნელი, იგივე ბნელი. როცა მოდის სიტუაცია ბნელის, შენ უნდა უსმინო ღმერთს. როცა ვიღაც მოდის ცუც გეუბნება, უსმინე ღმერთს. როცა მოდის ვიღაც წყობრიდან გამოყვანას ცდილობს, უსმინე ღმერთს. უსმინე ღმერთს და არა ბნელს და გადარჩები. და უფალს უბრალოდ კი არ უნდა უსმინო. შენ უნდა ფიქრობდე, რას ფიქრობს შენზე ღმერთი და შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე. ერთად რაც იცით. მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ უსმენენ ღმერთს და უსმენენ ბნელს, ერთხელაც ამ ადამიანებს დაუდგებათ დილა და ღამე, დილა და ღამე. დაუდგებათ პირველი დილა და მერე უამრავი ღამე. და ამ დილას მათში მოხდება გაცნობიერება, რომ უკვე გვიანია და თურმე სჯობდა ადრე, ვიდრე სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ამას გააცნობიერებს. თურმე სჯობდა ადრე და რატომ არ ქნა ადრე? ამიტომ მიხედე სულს, მიხედე შენს ჭეშმარიტ არსს და არა ამ რაღაც დროებით, მოჩვენებით სხეულებრივ ცხოვრებას, რომელიც ჭეშმარიტად გამთქნარებაა შენს უსასრულო დროში. და როცა ბნელი მოდის, გაიღიმე, მოტრიალდი და გაბრუნდი და წადი, განეცალე და მიდი შუქთან. ყოველთვის ეძებე შუქი. ბნელი რომ მოდის შენთან, ის შენ გიჭრდილავს შუქს და ბნელს გახვევს და ბნელს უნდა გაიცალო და უნდა იარო შუქისკენ. შენ დღეს და ეხლა უნდა დაიწყო ღვთიურობა. არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ გადადო ხვალ, იზამზე, მასზე, რაც უფრო აგვიანებ, მით უფრო გვიანდება შენი გადამზადება და მით უფრო კარგავ შანსს უფლის წახში გადახვიდე. ხოლო შენი მასწავლებლები, შენი მფარველები, შენი მზრუნველები, რომლებიც გამოყოფილი ყავს უფლისგან, გელოდებიან, როდის დაიწყებენ შენს აღზრდას და მომზადებას. აი უბრალოდ გელოდებიან, არაფრის კეთებაში არ არიან. ფაქტობრივად, თორემ არიან კეთებაში, გეხმარებიან მაქსიმალურად, მაგრამ არაფრის კეთება ქვია მაგას, შენ როცა არ იღვიძებ და იმაზე ფიქრობ, სად დავისვენო ეხლა კარგად, რომ მე ფოტოები გადავიღო და მაგარი გამოვჭდე. ამის მეტი რომ არაფერი გაინტერესებს, ან ბოლო მოდელის iPhone-ის მეტი რომ არ გაინტერესებს, ფაქტობრივად შენი მასწავლებლები, შენი მფარველები არაფერს არ აკეთებენ, უსაქმურად ყავს და საქმისთვის ხარ მოსული აქ. შენი სულის ტყავის გადასარჩენად ხარ აქ მოსული და იმაზე ვერ იძინებ ღამეს, რატომ არ გაქვს ბოლო მოდელის iPhone-ი. აცნობიერებ, რა მდგომარეობამდე მიგიყვანეს? არსებობს ესეთი გამონათქვამი. ხე 20 წლის წინ უნდა დაგერგო. აქაც იგივეა. შენ ხვალ და ზეგ და მაზეგის მერე კი არ უნდა დაიწყო. წლების წინ უნდა დაგეწყო და ის რომ გადასდო კიდე და მერევიზა აბსურდია. ეხლა და ამ წამს დაიწყე გამარჯვებისთვის და უფლის სახში გადასვლისთვის. ნუგცხვენია ტირილის, ნუგცხვენია სიცილის, ნუგცხვენია იმის, რასაც სხვები არ იღებენ. ნუგცხვენია ხმამაღლა სიცილის, გულით სიხარულის. ნუგცხვენია შენი აზრის ღვთიურობაში გამოხატვის. ნუგცხვენია რომ დაეცი, რადგან შენ რომ ადექი უკვე გაიმარჯვე. ნიშნულობა არ აქვს ამ ყველაფერს. იტირე, იცინე, დაეცი, იხოხე, დაიჭერი, ყველაფერი გაიარე, ოღონდ ადექი და გაიმარჯვე ბოლოს. რადგან გამარჯვებას აქვს ნიშნულობა და რა იმას, სად დაეცი, სად რა ჭრილობა მიიღე და სად რა გქონდა და არ გქონდა, იმიტომ რომ თუ არ გაიმარჯვებ, აზრი არ აქვს შენს იმ ყოფიერ რაღაც მდგომარეობებს. რადგან დამარცხება ტრილიონჯერ დიდ ტკივილს მოგაყენებს. ტრილიონჯერ, მილიონჯერ კი არა, ტრილიონჯერ. და შენ ამ ყველაფერზე ვერ ფიქრობ, ამიტომ დაკარგული ხარ და ნუ გეშინია შენ ვერ იქნები დაკარგული თუ შენ ღმერთს მოუხმო. ხშირად იმეორე, ქრისტე ღმერთო მებდი ჩემში, ქრისტე ღმერთო მებდი ჩემში. გაამეფე შენში ღმერთი, გაგახსენდება ვინ ხარ, რა უნდა ქნა, როგორ უნდა ქნა და შენი ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელი ნაწილით გაკეთილშობილდება, გაჯანსაღდება, გამოანათებს, კარგად იქნები და თან უფლის სახში გადახვალ. გააცნობიერე, შენ ეხლა გრძნობ თავს მარტო, მაგრამ როცა იწყებ უფლის მხარეს სვლას, დასაწყისისას ყველაფერი გიშლის ხერს, დემონების სიზმარხილვაში, მეგობრები, ნაცნობები, ყველა გეუბნება რომ რაღაც სიგიჟეს აკეთებ. ეგან ყველა ავტომატურად რეაგირებს. მაგრამ როგორც კი უახლოვდები უფალს, შენ სირგვლივ გრძნობ რამდენიმე ღვთიურ არსს. კიდევ მიუახლოვდი, კიდევ რამდენიმეს მრავლდება და რაც უფრო უახლოვდები და შემდეგ შენ სირგვლივ გრძნობ მარტოობას კი არა, ლაშქარს. რაც უფრო უახლოვდები უფალს, მით უფრო შენ სირგვლივ მატულობს ღვთის ლაშქარი. მფარველები, მასწავლებლები, ყველაფერი, იმიტომ რომ ის მასწავლებლები და ის მფარველები და ის ყველაფერი უსაქმოდ ზიან სადღაც. რადგან შენ iPhone-ის ბოლო მოდელზე ფიქრობ, ან იმაზე ფიქრობ, რატომ ვერ იყიდე ბოლო მოდელის ტანისამოსი. ამიტომ როგორც კი შენ ღვთიურობისკენ იწყებს სვლას, შენზე იყოფა ლაშქარი, პირდაპირ მნიშვნელობით. ლაშქარი გამოგეყოფა ხოლმე და სიკვდილს ამარცხებ შიშში. აღარ გეშინია სიკვდილის. და ყველა ამ ღვთიურობის პროცესში, რა პროცესშიც შენ უფალს უახლოვდებოდი, შენ ხარ ის იაპონური კატანა. კატანა არის ერთ-ერთი ყველაზე ბასრი და მყარი ხმალი, რომელიც იწვრთობა
ფენა, გაციება, გაცხელება, ფენა და საბოლოოდ ისეთი მყარი და ბასრი და გამძლე გამოდის, რომ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ სტეხს. შენც ესეთი კატანა ხარ, რომელიც იწრთობა და რაც უფრო დიდხანს იწრთობი, მით უფრო გისქელდება კანი. მოდი ამენაზე გეტყვი. ვეღარ გერევა ვერც ბრელის აზრები, ვერც ვიღაც ადამიანის ნათქვამი და ეს ყველაფერი. ამიტომ უფალთან სვლის დროს შენ სირთულეებს იმიტომ გადიხარ, რომ გამოიწრთო, როგორც კატანას ხმალი. საუკუნეების განმავლობაში იჭედებოდა შენი სული ტკივილსა და სიყვარულში, გაციება გაცხელებაში და ყველაზე სატირალი იცი რა არის? შენი სული საუკუნეების და 10,000 წლის განმავლობაში იჭედებოდა ტკივილსა და სიყვარულში. მოდიხარ კონკრეტული მისიით დედამიწაზე, რომ გადარჩე ბოლო ჟამის დროს და თავი უბრალოდ ბუღალტერი გგონია, უბრალოდ რაღაცა ვიღაც ბლოგერი გგონია, თავი გგონია ვიღაც პროფესია და საერთოდ თავი გგონია უბრალოდ ადამიანი და ისეთ უმეცრებაში ხარ, დაგესიზბრა სიზბარხილვაში დემონი და გესხა თავს და მთელი კვირა შიში ატარებ. მაშინ როცა ფეხის კანკალით გიახლოვდებოდა ის დემონი და უბრალოდ სახე ქონდა მიღებული, ვითომ შენი არ ეშინია და ვითომ შენ გეშინია მისი და გატყუებს და ამ მდგომარეობაში ხარ. თავი ბუღალტერი გგონია, თავი მცხობელი გგონია, თავი ვიღაც გგონია პროფესია და გავიწყდება ვინ ხარ საერთოდ. დაგავიწყდა. ხვდებით რა დაგავიწყეს? რა დაგვავიწყეს? დაგვავიწყეს ვინ ვართ ჭეშმარიტად და რა ძალები გვაქვს. ეხლა კითხვა დავსვათ. კარგი, მე მიუახლოვდი უფალს. საჩუქარი რა არის ამ ყველაფრის? აი გადარჩენა, მე რა არის საჩუქარი გეტყვით, მაგრამ აქ რა არის საჩუქარი? და ზოგადად ყველა არსის მაღალ იერარქიაში ყველას საჩუქარი რა არის ღმერთთან მიმართებაში? თავად უფალია შენი საჩუქარი. უფალი რას გულისხმობ, გიორგი? როცა უფალს უახლოვდები და გიახლოვდება უფალი, როგორც კი თქვენ ერთმანეთს უახლოვდებით, შენ ისეთი ხდები, ძალით მოსილი, გონიერი, სიყვარულში, წახნაგობრივად ისეთი ხდები, რომ უფალი შემოდის შენში და ეს არის საჩუქარი. ამიტომ გითხარი, რომ თავად უფალია შენი ჭეშმარიტი საჩუქარი. ისეთი ხდები, რომ ვერანაირი პლანეტის ოქრო განძი ვერ ჩაგინაცვლებს ამას, რადგან შეუფასებელია ეს. უფალია შენი ჭეშმარიტი საჩუქარი და არა ოქრო ვერცხლი, რომელიც არის გამთქნარება შენს უსასრულო სიცოცხლეში. და ნახე, შენ უსასრულო სიცოცხლე გაქვს, მაგრამ დედამიწაზე გაქვს შეზღუდული დრო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა აზრი, რაც ჩაგვინერგეს ჩვენ, ეს არის ის, რომ დრო გველოდება ჩვენ თითქოს. შენ ფიქრობ, რომ დრო შენ გიწყობს ფეხს, დაგელოდება თუ გაჩერდები და გააჩერებს სამყაროსეულ მექანიკას. გეტყვის, აბა მიდი, წამოისვენე, წამოწექი, გავაჩერებ მე სამყაროს შორის მექანიკას. შენ ამას ფიქრობ, რომ დრო შენ გელოდება დედამიწაზე და ღვთიური პროცესები. შენთვის თითეული წუთი დათვლილია. რაც უფრო გვიან გახსნი შენს ძალებს, რაც უფრო გვიან მიუახლოვდები უფალს, მით უფრო გეკარგება შანსი. გახდე ღვთიური, გახსნა შენი ნიჭები, გაძლიერდე და ბოლო ჟამს დახვდე დაკუნთული. მოდი ესე გეტყვი. ანუ რაც უფრო წელავ დროში უფალთან ურთიერთობას, მით უფრო გიმცირდება შანსი გადახვიდე უფალთან, რადგან დრო შენ არ გელოდება. ამიტომ დაიწყე უფალთან სვლა. გელოდებიან ზემოთ შენი მფარველები, ანგელოზები, მასწავლებლები, რომ გადაგამზადონ. უფლის ხელშია ყველაფერი, მაგრამ შენ თუ არაფერს გააკეთებ, შენ ვერ მიიღებ იმ საჩუქრებს, რასაც უფალი გაძლევს და აქედან გამომდინარე უფლის ხელში ეს არ არის, შენ რას იზამ. ნახე, უფლის ხელშია ყველაფერი, მაგრამ შენ რას იზამ, ეს შენს ხელშია, გინდა არ გინდა. თუ არ იზამ, უფლის ხელში ეს არ არის. თუმცა უფალს შენს ნაცვლად შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ მაშინ შენ რა დანიშნულება გაქვს? უფალს შეუძლია ის დემონი, რომელიც თავს გესხმის, წკაპ რომ არ თქვას, ისიც შეუძლია რომ გააცამტვეროს, მაგრამ შენ გაქვს ეს გასავლელი გზა, გასაკეთებელი საქმე. ამიტომ შენს გარეშე არაფერი გამოვა. შენთვის ისევ თორე უფალი იქნება ისეთად, როგორც არის. შენი ბედი წყდება, უფლის ბედი კი არა. გააცნობიერე ეს. უფალი როგორ უნდა დაგეხმაროს შენ? როცა შენ კი არ ცხოვრობ, არამედ ფიზიკური სხეულით არსებობ. ძვირადღირებული ავტომობილი გყავს, კარგი გარემონტებული სახლი გაქვს, დადიხარ დასასვენებლად და შენ გონია რომ ცხოვრობ. არა, სამყაროს ყველა მექანიკის მიხედვით, ყველას მიხედვით. შენ არსებობ, რადგან შენი ჭეშმარიტი ცხოვრება არის შენი სულის ცხონების ცხოვრებით. და ამას თუ არ აკეთებ, შენ უბრალოდ არსებობ სამყაროსთვის. არსებობისთვის არსებობ, არ ცხოვრობ. შენ დიდებულებას ეძებ ფიზიკურ სამყაროში და დაგავიწყეს, რომ შენ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე ფიზიკური დიდებულება. დაგავიწყეს, რომ მეტი ხარ. ყველა ამას გეუბნება, რომ შენ არავინ ხარ. შაუმაგთან მიდიხარ და გეუბნება ჩვენს გარეშე ვერ მოგაცილებს ვერავინ დემონს და თავად მოგიქცია დემონი. ყველა შავი მაგი, ყველა რიტუალი ეს ვითომ ქალღმერთები, ყველანი ესენი ემსახურებიან ერთ სატანის არის. უბრალოდ სექციებად აქვს დაყოფილი, როგორც სუპერმარკეტები აქვს დაყოფილი ბიზნესმენებს. იქ კარფური, ორი ნაბიჯი ერთს ეკუთვნის. გესმით? ამიტომ შავი მაგი გატყუებს, რომ არარაობა ხარ, არაფერი
ყველაფერი შეგიძლია. არაფერი კი არა, ხალხი მუქთან კვეთის ლოცვას რომ კითხულობს გამთლიანების, შავმაგს ისე ურტყამს, რომ შავი მაგები რა გააკეთე, ესო მაშინვე SMS წერს. როკფელერის დემონები გაყარა ქალმა და ანუ თქვენ ხართ ძალა და გავიწყებენ ამას ყველა გეუბნებათ რელიგიაში მიდიხარ, შენ არ გაქვს ეგზორციზმის ლოცვის საკითხვის უფლება, არავინ არ ხარ, მონახარ, სიცარიელე ხარ, ყველაფერში გეუბნება რომ არავინ არ ხარ. ნახე, შენ ხარ დიდი და შენ უნდა იყო უბრალო გლეხი თავმდაბლობაში. აქედან გამომდინარე, შენ ხარ უფლის შვილი და შენ ხარ დიდებული, მაგრამ შენ უნდა იყო თავმდაბლობაში. თუ დიდებული ხარ, ყველა და ყველაფერი გეუბნება რომ ნაკლები ხარ. მარტო ქრისტემ გითხრათ სიმართლე, რომ შენ ხარ ყველა და დიდი. რა გითხრათ ქრისტემ? რა გითხრა ქრისტემ? შენ თუ იქნები ღმერთთან და ირწმუნებო, მე რა საქმეებიც ვაკეთეო, იგივე საქმეების კეთება შეგიძლია შენცო. თქვენც ჩემნაირები ხართო. ბიბლიაში წერია, არ მიყვარს ხოლმე ბიბლიის მაგალითების მოყვანა ერთი მიზეზის გამო. ბიბლიით არ ვცდილობ განვამტკიცო ჩემი ნათქვამი, რომ ბიბლიას არ მოვეფარო. მე მირჩევნია ვილაპარაკო გლეხური ჭეშმარიტება მაქსიმალურად რომ შენ გაიგო, ვიდრე ბიბლიას ამოვეფარო და აი ბიბლიით გელაპარაკები და დაიჯერე 100%-ით. მე მინდა შენ დაიჯერო ჩემი გლეხური ნათქვამი, მაგრამ შიგადაშიგ მოვიყვან ბიბლიას გავკადნიერდები. ბიბლიიდან რომ ზოგიერთი სკეპტიკოსისთვის გასაგები იყოს. იოანეს სახარება, თავი მე-14-12 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ ქრისტიანბობს. ვისაც მე ვწამვარ, საქმეს რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს და მეტსაც გააკეთებს. გესმით რა თქვა ქრისტე? აცნობიერებთ რას გეუბნებათ ქრისტე? ერთ-ერთი წერია, ვისაც ჩემი წამსო, საქმეს რომელსაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს. ამასო და მეტსაც გააკეთებსო. მეტი რაღა გითხრას, რომ მეტი ხარ, მაგრამ ისეთივე თავმდაბლობაში უნდა იყო როგორც იყო ქრისტე. ტილოს სამოსი ქონდა გადაცმული და არანაირი ეს ქედმაღლობები და ეს ყველაფერი. ღმერთია თავმდაბლობაში და შენ ვინ ხარ? ქედმაღლობაში რომ დგახარ, მტვერი და ნუ უსმენთ, ნუ რავის, ქრისტეს მოусმინეთ. მოძღვართან მიდიხარ, ეუბნები ქრისტე გამომეცხადა, გეუბნება შენ ვინ ხარ რომ ქრისტე გამოგეცხადოს. მიდიხარ ეუბნები მოძღვარო, მომავალი დავინახე და მერე მოხდა ეს მიწისძვრა, გეუბნება გეჩვენება ბნელისა. ბნელს არ აქვს წდომა მომავალზე, აწმყოზე წარსულში და მომავალზე წდომა აქვს ღმერთს. ღმერთის არის ეს ნიჭები და არა ბნელის. ბნელის მაგაზე წდომა არ აქვს. ბნელს აქვს წდომა როგორ რაღაცაზე, იცი, აი ერთი კვირის მერე თქვათ რა შეიძლება მოხდეს. რადგან ისიც ანარეკლი ჩანს რაღაც ასტრალიდან. ბნელი ნიჭს არ აძლევს, ბნელი ნიჭს არ თმევს. ყველა თქვენი ნიჭის წყარო არის ღმერთი. და ნახეთ, ქრისტემ გითხრა რა? გიმეორებთ. იოანეს სახარება თავი მე-14-12 ვისაც მე ვწამვარ, საქმეს რომელსაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს და მეტსაც გააკეთებს. ქრისტე გეუბნება ამას, მიდიხარ მოძღვართან და მოძღვარი გეუბნება არარაობა ხარ. გადიხარ იქეთ ვიღაცასთან, ყველა გეუბნება არარაობა ხარ. ერთადერთი სიმართლე ვინც გითხრა არის ქრისტე. და დაგავიწყდათ რომ დიდი ხართ. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ რომ დიდი ხართ, უფლის შვილი ხარ და ამ დიდიდან იყავი გლეხურ თავმდაბლობაში. და ეს არის შენი სიდიადის ჭეშმარიტი სახე. ქრისტეს ჭეშმარიტი სიდიადის ძალა არის მის უბრალოებაში. დავითის ჭეშმარიტი სიდიადის ძალა არის მის უბრალოებაში. გააცნობიერე, ჭეშმარიტი ძალა სად არის? ამიტომ გახსოვდეს, შენ ხარ ძალიან დიდი და შენი ჭეშმარიტი სიდიადე ინახება შენს თავმდაბლობაში. ჭეშმარიტი სიდიადე ინახება შენს თავმდაბლობაში, რომელიც არის დიდი. თავმდაბლობა არის ღვთიური არტეფაქტი. დაიმახსოვრე ეს. უძლეველობის ერთ-ერთი გასაღებია. ქედმაღლობა არის დამარცხების გარანტი. ქედმაღლობას იყენებს ბნელი, რომ მაგალითად ვიღაც მოდის გეუბნება, იდიოტი ხარო და ამაზე ვარდები. რატო ვარ მე იდიოტი? წამოგიკიდა. ქედმაღლობით გიგوارებს ბნელი 80%, რასაც გიგوارებს. ქედმაღლობით გიგوارებს 80% და თავმდაბლობაში რომ ხარ, ვერაფერს ვერ გიგوارებს. ფაქტობრივად 80% უკვე გამარჯვებული ხარ, როცა თავმდაბლობაში ხარ. ამიტომ თავმდაბლობაში იყავი, შეგაქეს იყავი თავმდაბლობაში ბალანსში. ცუდი გითხრეს, იყავი თავმდაბლობაში ბალანსში. რაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში ძალიან კარგი და ძალიან ცუდი, გახსოვდეს რომ შენ ყველა ამას უნდა შეხვდე ბალანსით. რატო? იმიტომ რომ შენ დედამიწაზე არ მოსულ ხარ, არც უკიდურეს სტრესში ჩავარდნილიყავი, ან უკიდურეს სიხარულში გადავარდნილიყავი, ან ეიფორიაში. შენ აქ ხარ მოსული კონკრეტული მიზნისთვის. შენი მიზანი არის მიზანი, რისთვისაც მოხვედი აქ. გავიხსენოთ რისთვის მოვედით? უფლის სახლში გადასასვლელად, გამარჯვებისთვის. უფალი ბევრს არაფერს გთხოვს. რასაც დაიტევ, მაქსიმალური დაიტიე. მაქსიმუმ მიაწექი და მერე კიდევ მეც დაიტევ და მერე უტეველი გახდები. ანუ ყველაფრის დამტეველი გახდები. ბევრ ამას დაიტევ მერე და მერე ბევრ ამას რომ იტევ, ღმერთის დიდ ძალებსაც იტევ და ხდები ძალით მოსილი, ლაშქარ მოსილი ხდები. მაგრამ
შენ ვერ გახდები ლაშქარმოსილი. თუ დაეცი და არ დგები ფეხზე. მარტივად გიმეორებ. შენ რომ დაეცი და ადექი, შენ კი არ წააგე. შენ ამით გაიმარჯვე რომ ადექი. ყოველ დაცემაზე და ადგომაზე შენ იმარჯვებ და არ აგებ. დაცემაში გამოცდილებას იღებ. ადგომაში იმარჯვებ. დაეცი გამოცდილება აიღე, ადექი გაიმარჯვე. და საფეხურად ესე იზრდები დაცემა ადგომაში. გააცნობიერე რომ შენი მიზანი არის აუჩქარებლად მშვიდით ნაბიჯ უახლოვდებოდე უფალს, რომ დაეცემი ადგომით. შენ ნაბიჯ ყოველდღიურად შენი თავის ახალი საუკეთესო ვერსია უნდა გახდე. დღეს რაც იყავი, ხვალ უნდა იყო უკეთესი ცირედით, თუნდაც, მაგრამ უკეთესი. ზეგ უკეთესი, მაზეგ უკეთესი, მაზეგის მერე უკეთესი. ყოველდღიურად შენი თავის ახალი საუკეთესო ვერსია უნდა გახდე. ჩაიბეჭდე ეს გონებაში. და ეს როგორ უნდა გააკეთოთ? ნაბიჯ აუჩქარებლად. ეს ისევე უნდა გააკეთოთ, როგორც ერთმა ადამიანმა ექსპერიმენტი ჩაატარა და ვერტფრენი მთლიანად შეჭამა ადამიანმა. რა? ვერტფრენი როგორ შეჭამა, კაცო, რანაირად? ხო, ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა ვერტფრენი ეჭამა და შეჭამა. და როგორ გააკეთა? ეს პრინციპი უდგება ნებისმიერ საქმეს და ღვთიურობას და სულის გზასაც. რა ქნა ამ კაცმა? დაფქვა მთლიანად ვერტფრენი, ფქვილად გადააქცია და წლების განმავლობაში საკვებში ურევდა ამ დაფქულ მასას და შეჭამა მთლიანად ვერტფრენი. ვერტფრენი ყავს ნაჭამი. როგორ გააკეთა ეს? მშვიდით, მოთმინებით, ანალიზით, დისციპლინით და ამ ყველაფრით. ვერტფრენი შეჭამა. ამიტომ მშვიდად ნაბიჯ უნდა გააკეთოთ ეს. ბევრი მწერს რომ პირველ ვიდეოს რომ უყურეო, მე რო ჩამithრიაო და 5 საათია ვუყურებო. ერთს ნამეტნავად მოვიდა და მწერს. ესე იგიო, რომ დავიწყეო, ვერ მოვწყდიო. ფაქტობრივად ყველას ვუყურეო და თავი ამტკივდაო და ნეტავ რატო? ამტკივდება თავი. ჯერ თვითონ ნაშრომში იმდენი ინფორმაციაა ჩატენილი, რომ თითოეულ ნაშრომში ცალკე წიგნის დაწერა შეიძლება. შენ გინდა ყველაფერი ერთად მიიღო და ვერაფერს ვერ იღებ. ეს არასწორია. შენ ისევე უნდა მოიქცე შემეცნებაში, ცხოვრებაში, ყველაფერში, როგორც ის კაცი. მშვიდად, ნენელა, ნაბიჯ ვერტფრენი შეჭამა. მაგრამ შენ გავხარ იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ მოდი ამ ვერტფრენის გაიკას, არ დავაცამტვერებ და გადავკლაპავ და მე მონელება უჭირს. ან ისეც გადაყლაპავს, ვერ ინელებს და რაღაც ემართება. მოთმინება, მშვიდი და ბალანსი სწავლაში და ყველაფერში. ამ სამყაროში ყველაფერი არის ბალანსი. თავზე პლანეტები რომ არ გეცემა, ის ყველაფერი რაც ხდება, ყველაფერი ექვემდებარება უფლის ღვთიურ ბალანსს. ოქროს შვალედს, რაც გინდა დაარქვი. შენ სამით უნდა იყო თორემ, ვერაფერს ვერ იცავ. ამიტომ ბალანსში იყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ აკეთო. შენ ფიქრობ, რომ უფალმა უნდა წამოგაგდოს დილით. იტყვას ქენი მიდი ეს, ქენი ის, ამის ამბიცია გაქვს. უფალი ამას არ იცავს. ან ფიქრობ, რომ ვინმე უნდა მოგცეს მოტივაცია, არა. შენ ხარ შენი თავის ჭეშმარიტი მოტივაცია. მხოლოდ შენი თავიდან მოდის ჭეშმარიტი მოტივაცია. შენ უნდა გახდე შენი თავის ჭეშმარიტი მოტივაცია. ესეთი კანონით ხარ აქ მოსული. უფალი კი არ გაძლევს შენ მოტივაციას, შენ უნდა იყო შენი თავის მოტივაცია და მოგეცემა ყველაფერი. რადგან პირველ წყარო მოტივაცია შენი თავი თუ არ არის, მაშინ შენი ყველა მოქმედება არის ფუჭი და შენი არ არის. მაგალითად, ეხა უფალმა თუ ჩაგინერგა მოტივაცია და გაჩუქა, შენ რაღაცებს გააკეთებ და ეს უფლის იქნებოდა. შენ სათხარ მაგ. ამიტომ შენ და უფალი ერთდროულად აკეთებთ შენი სულის საქმეს. უფლის საქმეს კი არა, შენი სულის საქმეს. დაიმახსოვრე ეს, შენ და უფალი, ადამიანი და უფალი აკეთებს ერთად. ცალ-ცალკე არ გამოდის არაფერი. ამიტომ იყავი უფალთან შენი ნაბიჯებით, ისევ და ნახე, შედეგს თუ ვერ გძნობ, გიხაროდეს. რაც უფრო დიდ დროში გეწელება, შედეგი, ვერ გძნობ უფლის კავშირს. ამ ყველაფერს მით უფრო დიდ დროში ხდება შენი გამოწვრთობა და მით უფრო დიდისთვის გამზადებს უფალი. ამიტომ ისევ და ისევ უკან არ იხედები, მიდიხარ უფლისკენ. შენ ის მცურავი ხარ უკიდეგანო ბნელ ოკეანეში, სადაც ჩუქურას ხედავ მხოლოდ და მიდიხარ მის მიმართულებით. ვიღაცები გეუბნებიან, გაჩერდი, არ გინდა ეს, ვიღაცები ყოველთვის გეუბნებიან რაღაცას, არ უსმენ არავის, უყურებ მხოლოდ ჩუქურას, ღმერთს და მიდიხარ ჩუქურისკენ, ნაპირისკენ. არ უსმენ ღმერთს, დადიხარ წრეზე და კარგავ დროს და კარგავ შანსს გადახვიდე უფლის სახლში. ამიტომ არ უსმინო არც უფლის სიჩუმეს. უფალი როცა ჩუმად არის, მაშინ გაკვირდება შენ და მაშინ აკვირდება შენს რწმენას და მაშინ ყველაზე მეტად უნდა იყო უფალთან. სულ რომ 10 წელი არ გამოვიდეს უფალი ხაზზე, 10 წელშივე უნდა იყო უფალთან. მასე ვარ მე საერთოდ არ მაღელვებს უფალი გამოვა თუ არა ყავში
კავშირზე. მართლა არ მაგალითად მე ამაზე არ ვარ დამოკიდებული. მე ყოველთვის ვარ უფალთან, მორჩა. ვიცი რომ თუ ჩუმად არის, ესე იგი მაშინ მაკვირდება ყველაზე მეტად, რადგან ეს არის ჭეშმარიტი და ამიტომ შენი რწმენის ჭეშმარიტი გამოცდა, მაშინ კი არ ხდება უფალი რომ გელაპარაკება. როცა უფალი არ გელაპარაკება, მაშინ ხდება შენი ჭეშმარიტი რწმენის გამოცდა. მარტივს გეუბნები, გლეხურს მარტივეს გეუბნები, ესეა. ამიტომ რაც უფრო დიდხანს სდუმს უფალი, მით უფრო იწრთობა შენი რწმენა, როგორც მეტალი იწრთობა. ესე იგი დიდხანს თუ გამოწრთო უფალმა შენგან, როგორც მეტალი ისე არსი. ესე იგი რაღაც დიდებულებისთვის გამზადებს, რომ შენი მეტალი თუ არ გამოიწრთო კარგად, პირველივე დარტყმაზე გადატყდება და ამიტომ იმ დიდებულებას ვერ შეესაბამება. მაშასადამე რაც უფრო რწმენის კითხვის ნიშნები გიჩნდება თავში, უფალთან მაშინ იყავი. მაშინ გებძვის ბნელი და მაშინ ხდება შენი გამოცდა რწმენის. მოკლედ არ იღელვო, უფალს მიენდე და ყველაფერი ის განახორციელე, რასაც გამთლიანებაში გასწავლი და მიხვალ უფალთან ჭეშმარიტად. მე თუ არ მომისმენ ბიბლიას მოусმინე, ოღონდ ბიბლიას მოусმინე გლეხური ენით. გეუბნება ქრისტე, ესეა გლეხურად გაიგე. მაღალ ფარდოვნად კი არ გაიგო, უბრალოდ გლეხურად ერთ-ერთში თეთრშავზე გაიგე. ამიტომ არ გაჩერდე, უფლისკენ იარე და გახსოვდეს ისევ და ისევ, ისევ და ისევ, ისევ და ისევ. არ ჩერდები. შუქურას უყურებ მხოლოდ, არავის არ უსმენს სიბნელეში ვინ გელაპარაკება უფლის მიმართულებით ცურვისას. მხოლოდ შუქურას უყურებ და არ უსმენ არაფერს. უსმენ შუქურის ხმას და შუქურას ღმერთს. ისევ და ისევ. დაეცი, ადექი უკვე გამარჯვებული ხარ. დაცემისას გამოცდილება მიიღე. დაეცი, ადექი გამარჯვებული ხარ. ადექი გამარჯვებული ხარ. ადექი ყოველთვის გამარჯვებული ხარ. მაგრამ იცი როდის ხარ შენ დამარცხებული? როცა ერთი და იგივე რაღაცაზე ეცემი. როცა ერთი და იგივე ორმოში ფეხს აგდებ. კი, დაეცი, ადექი, მაგრამ ერთ ადგილზე დგახარ, რადგან დაცემაში არ ისწავლე. ნახე, ადექი ამის ძალა გეყო და გამარჯვებული ხარ, მაგრამ დაცემაში არ ისწავლე. რატო დაეცი? რის გამო მოხდა ეს, რომ მეორეჯერ აღარ დაეცე იმ კონკრეტულ ნაწილში. ამიტომ შენ თუ ერთი და იგივეში ეცემი რეგულარულად, შენ აგებ ამით. შენ უნდა დაეცე და ადგე სხვადასხვა ნაწილებში განვითარების საფეხურებზე და არა ერთი და იგივე მომენტში. არ უნდა დაეცე შენ ურთიერთობაში მოვიდა, აირჩიე პარტნიორი, რაღაცა კოშმარები აკეთა. მესამემაც იგივე ერთი და იგივე კოშმარი აკეთა. ერთი და იგივე ორმოში გივარდება ფეხი და ვერ მიდიხარ წინ. ეს არ არის ღვთიური. შენ მარტო ადგომა შეგიძლია. მარტო ადგომა კი არ უნდა შეგეძლოს. დაცემაში სწავლა და ადგომა უნდა შეგეძლოს. ერთად ცალ-ცალკე არ გამოვა არაფერი. ამიტომ არ ჩავარდე ერთ და იგივე ორმოში და გონი ჩართე, ცნობიერი ჩართე. ცნობიერით განსაზღვრე რატომ ჩავარდი იქ, რომ მეორეჯერ არ ჩავარდე და ასევე გახსოვდეს, რომ ყველაზე დიდ ტკივილს შენ ბნელი გაყენებს თავში, შენივე ფიქრებით. ყველაზე მეტად სადაც გტანჯავს ბნელი, ეს არის შენივე გონება. ამიტომ შენივე გონებაში უნდა დაამარცხო ბნელი. ამიტომაც მოგიწოდებთ ფიქრების კონტროლი, სიტყვების კონტროლი, სისუფთავეები. თავში რომ დაამარცხე ფიქრების კონტროლით ბნელს, მერე უკვე ბნელის 80% დამარცხებული ყავს. მეტი თავდაბლობით გეუბნები ახლა. რეალურად ფიქრების კონტროლი თუ გაქვს, 100% დამარცხებული ყავს სატანა, გარანტირებულად გეუბნები. რადგან სატანა და ბნელები და ესენი პირველი თქვენ სადაც გტანჯავენ, ეს არის აზრი. აზრებს გესვრიან თავიდან და ამით იწყებენ თქვენზე გამარჯვებას. აზრებიდან იწყება ყველაფერი. ფიზიკურად ხო ვერ მოდის, ხო ვერ გეხება, ჯერ და ვერ აკეთებს ამას ვერა. აზრები. ამიტომ ფიქრების კონტროლი არის ფუნდამენტი. თუ არ გექნება ფიქრების კონტროლი, თუ არ გექნება სიტყვების კონტროლი და თუ უბრალოდ ბრმა რელიგიურ მწამსში იქნები. შენ თუ ვერ იქნები ღმერთთან, თუ ყველაფერს არ გააკეთებ იმას, რაც ქრისტემ გითხრა, რაც ამათმა გითხრეს კი არა, რაც ქრისტემ გითხრა. თუ ამას არ გააკეთებ, დარჩები ღმერთის გარეშე. გიფიქრია ოდესმე, როგორია ღმერთის გარეშე დარჩენა. ეს იგივეა სულისთვის, როგორც ჟანგბადის გარეშე დარჩეს ადამიანი და უსასრულოდ იგუდებოდეს ჰაერის უკმარისობით, ან უსასრულოდ იხჯობოდეს წყალში. მერე ეს გაგოდვის და დახჯობის შეგრძნება გადაამრავლე ტრილიონ ტკივილზე, უფრო მეტზე და მიიღებ პასუხს. ეს არის უფლის გარეშე სიცოცხლე. ღმერთის გარეშე სიცოცხლე ყველაზე მეტად იმ ადამიანმა იცის, იმ სულმა, რომელიც ყველაზე მეტად არის უფალთან. იმიტომ რომ ვინც ღმერთთან არის ახლოს, ის გრძნობს რაოდენ სიცოცხლე, სიყვარული, არსებითი მდგომარეობა არის უფლის სიყვარული და უფლის კავშირი. და აცნობიერებს ის, რომ უფლის გარეშე არის უდიდესი უსასრულო უკუნეთ ტკივილში გამრავლებული უსასრულობაზე ტკივილი. არ ვაჭარბებ უსასრულობაზე გამრავლებული ტკივილი ღმერთის გარეშე. ამიტომ უფალს მოუფრთხილდით. მოუფრთხილდით. უფალი ყველაფერს გრძნობს. თქვენ ურთიერთობას მისდამი. განსაკუთრებით სულიწმინდა გრძნობს. სულიწმინდა არის საკმაოდ გრძნობიარე ყველა მომენტების მიმართ და შენ თუ რაღაცებს უდიერად აკეთებ. აი მაგალითს მოვიყვან მიტევებაზე. მაგალითად შენ რაღაც ცოდვა ჩაიდინე და იცი რომ ეს ცოდვა 1 2 3 4 5
6, 7 სხვა ადამიანის მიმართ განსაკუთრებით 8, 9 შენ ამით როგორ აგიხსნა შენ ამით სულიწმინდას ექცევი ცუდად სულიწმინდაში არტოვებ სასიამოვნო განწყობას მოდი ამ ენაზე ვიტყვი აი დედამიწისეულ ენაზე აგიხსნი არ მოწონხარ უფრო პრიმიტიულ ენაზე აგიხსნი რადგან ამას აკეთებ ამიტომ შენ უნდა ფიქრობდე და უნდა ურთიერთობდე უფალთან ყველაფერთან ერთად ღირსებით რასაც დაიტევ არის ესეთი გამონათქვამი რომ მამაკაცი ბოდიშს არ უნდა იხდიდეს და ვეთანხმები ან ქალი ბოდიშს არ უნდა იხდიდეს და ვეთანხმები მაგრამ თუ დააშავე ბოდიშს უნდა იხდიდე მაგრამ ბოდიშს რატო არ უნდა იხდიდე იცი არ უნდა აშავებდე ერთი და იგივე ცოდვას მეორე ადამიანთან ერთხელ რომ დააშავე მთელი გულით მოიხადე ბოდიში ორჯერ უკვე მაქსიმუმია სამჯერ უკვე ტუტუცი ხარ და 4ჯერ ნაძირალა ხარ და 5ჯერ წაშლილი ხარ ეს არის რეალური კანონი დაიმახსოვრე უფალთანაც იგივეა მაგრამ უფალს დიდი მოთმინება აქვს ჩვენს მიმართ მაგრამ მაინც მე როცა ვილოცები სულიწმინდაზე ქრისტეზე მამაღ ღმერთზე როგორ ვილოცებ როცა სულიწმინდას მიმართავ ძალიან ფაქიზის შეგრძნებით მიმართავ როცა ქრისტეს მიმართავ განსხვავებული სიყვარულის ემოციით მიმართავ ხოლო როცა მამაღ ღმერთს მიმართავ უფალ მაღალ ღმერთს სიყვარულის არს სამყაროს შემქმნელს მას მიმართავ მაქსიმალურად ბალანსით გესმით დაწკიხსნით როცა ღვთისმშობელს მიმართავ დედობრივი სიყვარულით ამიტომ უფალი შენ გცნობს და გრძნობს და უფალთან მაქსიმალურად უნდა იურთიერთო სისუფთავით სიყვარულით ნიშნულობა აქვს ის კი არა რომ 1000 რაღაც ერთი და იგივე გააკეთე და მაინც გაპატიებს და მოეწონები შენ იმას უნდა იფიქრო უფალი რას ფიქრობს შენზე და ერთად რას ფიქრობთ თქვენზე შენ ხარ ის შვილი რომელიც მოვიდა გატეხა რაღაც მერე ისევ გატეხა მოვიდა მოგიბოდიშა გატეხა ისევ მოგიბოდიშა გატეხა ისევ მოგიბოდიშა გატეხა ისევ მოგიბოდიშა არაჩერებს მოგეწონება მასეთი შვილი გიყვარს ყველაფერი მაგრამ მოგეწონება არა რატომ იმიტომ რომ ერთი და იგივეს აკეთებს და არ უნდა ამის გამოსწორება და აშავებს ერთი და იგივეს დედა ხარ გიყვარ მამა ხარ გიყვარს კარგი გინდა მაგრამ არ მოგწონს შვილის ეს ნაწილი ხო ისია დაახლოებით უფალი ოღონდ უფალს არ მოწონება არა აქვს რთულია ეხლა ეს დედამიწისეულ ენაზე გადმოგითარგმნო უბრალოდ არ იღებს უფალი მაგას და არასდროს არ მიიღებს იმას რასაც აკეთებ და არ მიგიღებს და მერე გეტყვის ვერ გცნობო როგორც არის ბიბლიაში ბოლო ჟამის დროს ქრისტე რომ ეუბნება არ ვიცი ვინ ხარ ვერ გცნობ ამიტომ ასეთი შვილი რომელიც ერთი და იგივე ცუდს აკეთებს რა მდგომარეობაშია ცუდად არის შენც ცუდად ხარ რომ ამას აკეთებ ერთი და იგივე ცუდს ამიტომ გამოჯანმრთელდი და ღმერთთან იდექი ღირსეულად რასაც დაიტევ აჩვენე უფალს რომ აი უფალო მე მივისწრაფე ამისკენ და დაგეხმარება ნუ გონია შენ რომ უფალი უბრალოდ მოგინანიებს უფალი შენ ყველაფერს მოგინანიებს მაგრამ არის რაღაცეები რაც მონანიებით ვერ მთელდება მარტივად გეუბნები არის რაღაც შეცდომები რომელიც უკან არ ბრუნდება შენ ხო დროს უკან ვერ აბრუნებ არ მთელდება არ კეთდება ამიტომ ნუ გააკეთებ ისეთ რაღაცას რომელიც არ მთელდება უფალი მოგინანიებს მაგრამ ის არ გამთელდება ვიღაცას რომ ცუდად მოეკეცი მაგრამ გამთელდება ახალი კეთილშობილური სიყვარულის მოქმედებით ჩანაცვლებით საპირწონე სიყვარულის მოქმედებით მაგრამ ის ვინც დააზიანე ის არ მთელდება გესმის ის შენი ნაწილი ხდება ის რაც დააზიანე და არ გამთელდა შენი ვალი ხდება უსასრულობაში მოგიტევეს მაგრამ ის შენ გააკეთე ამიტომ ნუ გააკეთებ იმას რაც არ მთელდება ნუ დააგროვებ ეს რაღაცეებს შენ ცხოვრებაში და ღირსეულად იყავი უფლის მიმართ ყოველთვის გახსოვდეს რაღაც გადაწყვეტილებას რომ იღებ კითხვა დასვი მამა რას იფიქრებს ჩემზე სულიწმინდა რას იფიქრებს ჩემზე იესო ქრისტე რას იფიქრებს ჩემზე ღვთისმშობელი მარიამი რას იფიქრებს ჩემზე წმინდანები რას იფიქრებენ ჩემზე და დედა მეზობელი რას იფიქრებს შენზე შენ რას იფიქრებს შენს თავზე როცა მოვა შესაბამისი გაცნობიერება და სულიერი მდგომარეობა ის კი არა დღეს რომ გასწავლიან ვითომ ქრისტეს დამცველები და ვითომ ის რომ ქრისტემ უკვე გამოგისყიდა შენ ცოდვები და ეხლა რასაც ჩაიდენ ცოდვები ეს უკვე აპრიორში გამოსყიდული გაქვს გეუბნება ღმერთმა უკვე გააკეთა ყველაფერი არც მარხვა გინდა უბრალოდ იწამე და აქ იმისთვის მოხვედი რომ უბრალოდ ღმერთმა ცალკე გააკეთოს რაღაცო ცალკე კი არა შენ და ღმერთმა უნდა გააკეთო და შენ და ღმერთ შორის და უფალ შორის უნდა იყოს ურთიერთობა რა ურთიერთობა გაქვს უფალთან და თქვენ ერთად თუ არ აკეთებთ ამ საქმეს მაშინ შენ ისთვის მოხვედი აქ შენი აზრით შენ რაში ჭირდები უფალს შენ ჭირდები უფალს რომ დემონი დაამარცხოს ან თავად ვერ ერევა შენი აზრით შენ და უფალმა და შენ გჭირდება ეს უნდა გააკეთო ის კი არა რომ ქრისტემ უკვე გამოისყიდა შენი ეხლანდელი ცოდვებიც ქრისტემ გამოისყიდა ადამი და ევას ცოდვები და ეხლანდელი ცოდვები შენ უნდა გამოისყიდო უფალთან ერთად შენთვის უფლისთვის კი არა შენთვის ქრისტეს რომ ეუბნებოდნენ რა ძალით მოსილი ხარ ყოველთვის უმეორებდა რომ მამადან მოდის ესო მე და მამა ვშვებით ერთადო ის კი არა რომ მე ვშვები მარტო ან მამა შვება მარტო არა მე და მამაო ერთადო და რისთვის მოგცა ეს მაგალითი შენი აზრით შენ და ღმერთი ეხლა შენი მამა გახდა ქრისტე
ესმის? ერთად. ეს არის ფუნდამენტი, შენ და ღმერთი. მხოლოდ ესე გადარჩევი. და ერთად მარტო ღმერთთან კი არა, ადამიანებთან ერთად. ასევე რა მაგალითიც ქრისტემ გაჩვენა. ქრისტემ ის კი არ ქნა რომ წავიდა სადაც უდაბნოში და ღმერთთან მიურთიერთა უბრალოდ. ქრისტემ მოვიდა ჩვენთვის, ღმერთთან იყო და ჩვენთან იყო ერთად. მე, შენ, ყველა ჩვენ ერთად და ღმერთი. ჩვენ ყველა ერთად ღმერთთან ერთად. შენ და ღმერთი მარტო კი არა. მე ახლა მარტო ღმერთთან რომ მიურთიერთა თქვენთვის ეს ცოდნები არ ჩამეწერა, მე ვიქნებოდი საერთოდ არაფრის მცოდნე. რადგან ესე არ მუშაობს ერთად, მე, შენ, ყველა ერთად და ღმერთთან. დაგლოცოთ უფალმა ერთად ღმერთთან. დაგლოცოს უფალმა და ლოცულები ვიყოთ. გვიყვარდეს ერთმანეთი, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. უფლის მადლი გვეფინოს გულსა ჩვენსა სულსა. ამინ.